ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი მაჩვენებელი უკვე მეოთხე კვარტალში. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 2.3%-ით, რაც არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო 3 წლის, როგორც მინიმუმ ბოლო 3 წლის განმავლობაში. ყველაზე ცუდად გამოიყურება დეკემბრის თვე და თქვენ ხედავთ თუ 2010 წელს დეკემბრის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი იყო 6.1% 2010 წელს, 2011 წელს ეს მაჩვენებელი იყო 8.5, 2012 წლის დეკემბერი, როცა უკვე 2 თვეა ხელისუფლებაში არის ახალი მთავრობა, ჩვენ უკვე მივიღეთ ბოლო წლებში პირველი ვარდნა, მართალია ეს არის მხოლოდ 1.5%, მაგრამ ეს არის ძალიან საგანგაშო ტენდენცია, მით უმეტეს თუ შევადარებთ, რომ შარშან ამ დროს იყო 8.5%. თუ საშუალო წინა წლებში საშუალო ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შებარდებაში დერეგეს ბრუნვის იყო საშუალოდ 17-18%. ბოლო 3 თვეში ეს ციფრი მკვეთრად შეცირდა, 6% იყო ოქტომბერში, ნოემბერში 3.6, ხოლო დეკემბერში ჩვენ გვაქვს კატასტროფული მაჩვენებელი, ეს არის -5.2%. ეს ეხება, ანუ ეს ასახავს საქართველოს ეკონომიკური სუბიექტების მიერ განხორციელებულ ბრუნვებს, რაც რეალურად არის მაჩვენებელი, ყველაზე მთავარი მაჩვენებელი ეკონომიკური აქტიურობის. სხვა ციფრებიც რომ ავიღოთ და წარმოვიდგინოთ რაშია საქმე, მაგალითად, ერთ-ერთი აქტიურობის მაჩვენებელი იმპორტის რაოდენობა, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მსგავსი მაჩვენებელია ექსპორტთან დაკავშირებით. სესხები და დეპოზიტები, ეს არის ძალიან საინტერესო სლაიდი. თუ ჩვენ შარშან თქვათ იგივე მეოთხე კვარტალში სესხებში ქონდა 4.2%, წელს ქონდა 1.7 და თუ შარშან ქონდა დეპოზიტებში 10%-ზე მეტი ზრდა, წელს 2%-ზე